მე მინდა აუცილებლად შევეხო აი იმ მომენტს ჩვენთან კონკრეტულად აჭარის რეგიონში, როდესაც ფაქტობრივად არ აქვს უკვე კრიტიკული მედია. ერთი კრიტიკული მედია გვყავდა TV25, რომელმაც გაუძლო აბაშიძის რეჟიმს, რომელმაც გაუძლო ნაცების რეჟიმს, მაგრამ დღეს ფაქტობრივად დახურულია. ორი ონლაინ მედია გვყავს დარჩენილი და იმათაც ორი ონლაინ მედია გვყავს დარჩენილი და იმათაც ხელი ეშლებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. მინდა გამოვყო აჭარა ტაიმსის რედაქტორი, სადაც არ მივიდა საჯარო დაწესებულებაში, ყველგან აგრესიით შეხვდა და ყველგან გამოაგდეს იქედან. აუცილებლად მინდა ხაზი გამესვა. წეგან ჩემს კითხვაში, რომელიც დროის სიმცირის გამო ვერ დავასრულე, მინდა აუცილებლად შევეხო ტელევიზიასთან დაკავშირებულ პრობლემას აქ გამოითქვა კოლეგების მხრიდან, რომ რა პრობლემა უდგას დღეს მედიასო და კონკრეტული ფაქტი და კონკრეტული მაგალითიც მოვიყვანე TV25-ისა, რომელმაც აბაშიძის რეჟიმს გაუძლო, რომელმაც ნაცების რეჟიმს გაუძლო, მაგრამ ამ მთავრობის დროს დაიხურა, რადგან არ მოიძებნა სათანადო ფინანსები, რადგან დღეს მედიას უჭირს, დიახ, დღეს მედიას უჭირს. ორი ონლაინ გამოცემა გადაგრჩა მხოლოდ რეგიონში და იმათაც ხელშემშლელი ფაქტორები აქვს. ერთი უკვე მაგალითის დონეზე ვახსენე, სულხან მესხიძე, აქ საუბარია საჯარო დაწესებულებებში და არა უბრალო მოქალაქეებთან კამათიან პოლემიკაში შესვლა. საჯარო დაწესებულებაში კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის მერიის თანამშრომლები ხელს უშლიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, რადგან ინფორმაცია მიიტანოს რეგიონის მაცხოვრებლებთან და საუბარია ბათუმელებზე, რომელიც ქალბატონმა ნინომ უკვე აღნიშნა, რომლის მენეჯერიც უკვე აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. პასუხი მინდა გავცე ჩემს კოლეგას. ნუ მეტი თავისუფლება რა უნდა ახლა პრესას ზღუდავს, ვინმე არა. თუ ცუდად იქცევა რესპონდენტი, რა თქმა უნდა პასუხს გაცემენ მას. ახლა მზია ამაღლობელი რამდენ ხანს უნდა ვიძახოთ? მზია ამაღლობელი კრიმინალია. ხო და დავარქვათ სახელი რაც არის. და ნუ სპეკულიანტობს რომ თითქოს ჩვენს რესპუბლიკაში იზღუდება თავისუფალი მედია. მე უამრავი მეგობარი მყავს. დასაგები. პოზიციურ გაჩუმდით. ბატონ დავით, კითხვა დავსვათ, დამსწრე საზოგადოებას თხოვთ, ნუ ჩავერევით უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას. ბატონ დავით, მაგის შესაძლებლობა გვექნება, გთხოვთ კითხვას დაუბრუნდეთ. პოლიციის უფროს რო ხელს გაარტყამს კრიმინალია, აბა რა არის? პოლიციის უფროს ხელს რო გაარტყამს ქალი. რა არის აბა? დამსწრე საზოგადოებას თხოვთ, ეს არის კითხვების ნაწილი. ბატონო დავით, ნუ შეხვალთ საზოგადოებასთან პოლემიკაში. გთხოვთ, ქაბატონ ნატო. თუ შეიძლება არ გაქვთ უფლება, ეხა სხვა უფლებამოსილებას არ გამოვიყენებთ. რაც შეეხება მზიამაღლობელი საკითხს, როგორც მოგეხსენება, ჩვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ყველამ უნდა ვცეთ პატევი კანონს და რა თქმა უნდა სასამართლო ხელისუფლებას. და ჩვენ ვერ შევალთ დანარჩენ დეტალებში, ვინაიდან ეს არის სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება და ჩვენ რა თქმა უნდა ვემორჩილებით სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებას.